ესე იგი, წინა ლექციაზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თუ ავიღებთ რაიმე მინორს და გავამრავლებთ მის ალგებრულ დამატებაზე, ხომ? ყველა მიღებული წევრი აი ამ ნამრავისა შესაკრები იქნება გამოსავალი თავდაპირველი დეტერმინანტის ნიშნულობაში ერთ-ერთი შესაკრები. აი ხა ჩვენ გვინდა ამ მეთოდის საშუალებით გავამარტივოთ დეტერმინანტის გამოთვლა. თუ დეტერმინანტის გამოთვლის განმარტება როგორ არის? ეს განმარტება ისეთია, რომ თან გამოთვლის წესსაც გვაძლევს, ხო? უნდა ავიღოთ n ფაქტორიალი გარკვეული სახით შერჩეული შესაკრები, ხო? თითოეულს ჩვენ ამ შესაკრებს შევუსაბამებთ ნიშანს და აი ეს n ფაქტორიალი რიცხვი უნდა შევკრიბოთ. ესე იგი, განმარტება დეტერმინანტისა თვითონ შეიცავს მის გამოთვლის წესს. მაგრამ ეს გამოთვლის წესი არის მოუხერხებელია. მოითხოვს ბევრი მოქმედების ჩატარებას და აი ჩვენ ახლა წინა პარაგრაფის მეთოდზე დაყრდნობით, რომელიც უკვე თქვითა რა, შევეცდებით რომ ეს გამოთვლის წესი დეტერმინანტისა გავამარტივოთ. ამისათვის ჯერ შედარებით მარტივი მეთოდი გამოვიყენოთ, თქვათ IG არის დეტერმინანტის რაიმე ელემენტი. ესე იგი, ის დგას იურს ტრიქონში და ჟიურს სვეტში. MG-ით ჩვენ როგორც თქვით, აღნიშნოთ მის დამატებით მინორს. რა არის დამატებით მინორს? რა უნდა გადავხაზოთ იურის ტრიქონი, ჟიურის სვეტი და დაგვრჩება n-1 რიგის დეტერმინანტი. მას ვეძახით მინორს. და ამ მინორს ჩვენ ნიშანს როგორ შევუჩევთ, გახსოვთ არა? ესე იგი, თუ რაიმე მინორი გვაქვს, მისი დამატებითი მინორის ნიშანი როგორ შეიცვლება? აი თავიდან აღებული მინორის სტრიქონებისა და სვეტების ნომრების ჯამი. უნდა გამოვთვალოთ და -1 ავახარისხოთ, აი იმ ხარისხში, რომელიც უდრის ჯამს, ეს იქნება ნიშანი. ნიშანი იქნება დამატებითი მინორის. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში ჩვენი მინორი არის IG, ხო? და ნიშანი როგორ განისაზღვრება, უნდა ავიღოთ ისა და G-ის ჯამი. იმიტომ რომ I არის სვეტი, ეს ტრიქონი G არის სვეტი და -1 ხარისხად I პლუს G. და ეს იქნება აი ამ ელემენტის ალგებრული დამატება. ხო? ახლა გავგოთ x, მე x იმიტომ მიყოდი, გითხარით რომ აქ ხდება ძალიან დიდი ჩანაწერებია მატრიცებისა. და მოუხერხებელი ამაში დროს დავყავდით და სამაგიეროდ ჩვენ ახლა ამ დროს რომ გავინაზღაურებთ, რაღაც სხვა რამეში გამოვიყენებთ, უფრო მეც მოვასწრებთ. ხა განიხილეთ ეს ნამრავლი. ხო? ჩვენ წინა პარაგრაფში დავამტკიცეთ, რომ ეს ნამრავლი არის დეტერმინანტის ნაწილი. ხო, დეტერმინანტის ნაწილია. თუ გავითვალისწინებთ აი ამ ნიშანს, არა? ესე იგი, რამდენი შესაკრებია აი ამ ნამრავლში, აი IG გამრავლებული MG ნამრავლში, იმდენი რამდენიც არის აქ, არა აქ რამდენი შესაკრებია. ეს არის n-1 რიგის დეტერმინანტი. მასში არის n-1-ის ფაქტორიალი წევრი, ხო, შესაკრები. ესე იგი, აი ეს თითოეული შეიცავს რას? შეიცავს n-1 ფაქტორიალ შესაკრებს. აი ახლა ესეთ რამე გავაკეთოთ. დეტერმინანტის რომელიმე იურის ტრიქონი ამოვირჩიოთ, ხო? და დავწეროთ მისი ელემენტების ნამრავლი ალგებრულ დამატებებზე. აი მაგალითად, იურის ტრიქონის პირველი რა იქნება ელემენტი? I1, მეორე იქნება I2, I-N, ხო? I1 გამრავლოთ პატარა I1 მის ალგებრულ დამატებაზე. I2 მის ალგებრულ დამატებაზე და ასე შემდეგ.
ეხლა ამისი ყველა წევრი ერთმანეთისგან განსხვავდება. აკა. იმიტომ რომ აი რეალურად თქვა ეს აი აქ ამისი შესაძლებლობები და ამისი სად არის განსხვავება? განსხვავება არის პირველ თანამამრავლში. ხო? მეორე დანარჩენი თანამამრავლების განსხვავებებია, იმიტომ რომ ერთი არის I1-დან, მეორე I2-დან. აი აქ სულ არის განსხვავებული. ეხლა რამდენი შესაძლებლობები ექნება? როგორც თქვი თითოეულში რამდენი შესაძლებელია n-1 ფაქტორიალზე. ხო? რამდენი ჯგუფი გვაქვს ასეთი? n-იც არის. სულ იქნება ესე იგი რამდენი შესაძლებელი n გამრავლებული n-1 ფაქტორიალზე. ანუ იქნება n-1 ფაქტორიალი შესაძლებელი. ხო? ესე იგი რა გამოდის რომ გვაქვს აი აქ ამათ რო შევკრებთ, მივიღებთ n ფაქტორიალ შესაძლებს, არა? და თვითონ ჩვენი დეტერმინანტის განმარტებაში რამდენი შესაძლებელი არის? იქაც n-ის ფაქტორიალი. რა გამოდის ესე იგი რომ ჩვენ გვაქვს n-ის ფაქტორიალი რაოდენობის შესაძლებები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევიან. ამიტომ ისინი მთლიანად ამოწურავენ ამ დეტერმინანტის შესაძლებებს. იმიტომ რომ ახალი შესაძლებელი იყოს ისეთი უცნობი, რომელიც ეკავშირებს. მაშინ აი ამ გამოვიდება რომ დეტერმინანტი შეიცავს არა n-ის ფაქტორიალს, არამედ n-ის ფაქტორიალს პლუს 1 შესაძლებლობას. ამიტომ ესე იგი ეს აი ამათ თუ შევკრებთ, არა? ამათ თუ შევკრებთ, ჩვენ მივიღებთ ჩვენი დეტერმინანტის მნიშვნელობას. ესე იგი ჩვენ გვაქვს უკვე დეტერმინანტის გამოთვლის ერთი წესი. რა არის ეს წესი? ვირჩევთ რომელიმე სტრიქონს, ამ სტრიქონის თითოეულ ელემენტს გავამრავლებთ მის ალგებრულ დამატებაზე და მე ამათ ყველა შევკრებთ. და მივიღებთ დეტერმინანტის მნიშვნელობას. იგივე შეიძლება გავაკეთოთ სვეტზე. ამოვიჩევთ ნებისმიერ სვეტს, თითოეულ ამ სვეტის თითოეულ ელემენტს შევსაბამებთ მის დამატებით მინუს და შემდეგ ალგებრულ დამატებას და თითოეულ ელემენტს ამ სვეტისას გავამრავლებთ თავის ალგებრულ დამატებაზე და შევკრებავთ და მივიღებთ ჩვენ დეტერმინანტის მნიშვნელობას. ეს ერთი იგივე არის, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ვთქვით, რომ დეტერმინანტის მნიშვნელობა არ შეიცვლება, თუ მოახდენთ მის ტრანსფორმირებას, ანუ სვეტებს ჩავწერთ სტრიქონებად. ამ დროს პირიქით სტრიქონები აღმოჩნდებიან სვეტებად, ხო? ამის გამო, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სტრიქონებზე, იგივე სწორი იქნება სვეტებზეც. აი ახლა ეს ფორმულა აქ ჩაწერილი არის, უყურეთ, d-უდრის I1 ელემენტი გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებაზე პლუს I2 ელემენტი გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებაზე და პლუს ასე შემდეგ I-n გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებაზე. აი ეს ჯამი არის ჩვენი დეტერმინანტის მნიშვნელობა. ესე იგი რამე გამოვიდა n რიგის დეტერმინანტის გამოთვლა დავიყანეთ რაზე? n-1 რიგის დეტერმინანტის გამოთვლაზე. მე ჩვენ შეგვიძლია ხა ეს n-1 რიგის დეტერმინანტის გამოთვლა დავიყანოთ ისე n-2 რიგის დეტერმინანტის გამოთვლაზე და ასე შემდეგ. აი ახლა გამოვთვალოთ სიმართლისათვის აი ეს მაგალითი უყურეთ. აი ეს მაგალითი აღვთ. ჩვენ აქ შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი სტრიქონი, ნებისმიერი სვეტი. მაგრამ რომელიც სვეტის სტრიქონის წარმოებებია, რომელშიც არის რაც შეიძლება ბევრი ნული, იმიტომ რომ აი ნულის დამატებითი ნუმერი რაც არ უნდა იყოს, ნამრავი შედეგად რაც მივიღებთ, ერთი შესაძლებლობით ნაკლები გამოვა. ესე იგი, გებია ხოლმე ამიტომ ავირჩიოთ ისეთი სტრიქონი ან სვეტი, რომელშიც არის რაც შეიძლება მეტი ნულები. ამიტომ აქ ჩვენ არის მაგალითად მესამე სტრიქონი არჩეული. მესამე სტრიქონი ეს არის მესამე სტრიქონი, ეს არის ელემენტი ორიანი ინდექსებით მესამე სტრიქონი პირველი სვეტი, ანუ 3+1, აი მისი ნიშანი რა იქნება? მისი დამატებითი ნულების ნიშანი, ესე იგი -1 3+1 ხარისხი, ანუ პლუს ნიშანია. რა შეიძლება მარტივად მივიღოთ? ამ წელს რაც პლუს ნიშანი, არა, იმიტომ რომ ეს არის 1-1 და ნიშანი განისაზღვრება როგორ? -1 ხარისხად 1+1. თითოეული გადასვლა აი ვერტიკალზე ნიშანს ცვლის 1, ამიტომ ეს თუ არის პლუსი, ეს არის მინუსი, პლუსი, ესე აქედან დავიწყებთ და იმოძრავთ და
პირველად ნიშნებით ვცხოვრობთ. ახლა ნახეთ პლუსი, მინუსი, პლუსი. აი პლუსი მინუსი. რა არის ახლა ამისი დამატებითი მინორი? გადავხაზეთ მესამეს ტრიკონი, პირველი სვეტი დარჩება აი ეს ნაწილი და აი ეს ნაწილი. წერია სვეტი 1 - 1 2 1 3 4 და -5 3 -3. აი დავიყვანეთ ამაზე. სიგანი მე ახლა ეს აღარ მინდა, არ იყოს მერი გამრავლებული რაღაცაზე. ეს აღარ უჭირდება, იმიტომ რომ მეზე გამრავლებული მერია, რა ერთიანის ჯერია, აქ გქონდა ჩვენ პლუსი, მინუსი, აქ პლუსია, მართლაც ერთიანი რა არის? ეს არის A3 ხო? -1 ხარისხად 3+3 გამრავლებული 1-ზე, გამრავლებული მის დამატებით მინორზე. რიგი მესამე ტრიკონი გადავხაზეთ მესამე სვეტი, რა დაგვჭა 3 1 2 -5 1 -4 და 1 -5 -3. ამის განუცდელად ვიცით. ამის შემდეგ გადავდივართ მეოთხეზე, აქ ნიშანი არის რა, ეს არის A3 4, ამიტომ იქნება -1 ხარისხად 3+4. ანუ -1. რა გდება -1-ზე აქ? ნუ დამატებითი მინორი ეს იქნება და აი ამას თუ გამოუთვლით, ახლა ცხადი ამაშენ არ გამოუთვლით, ხო აი გამოუთვლილია, ეს იქნება 0-ის ტოლი. აი ახლა შემდეგი მაგალითი. აი მეხუთე რიგის დეტერმინანტი. აქ აი მესამე ტრიკონში არის 2 0. მესამე სვეტში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეს ამოგვერჩია, მაგრამ ხო ჩვენ სხვა რამე შეგვიძლია, იცით? ჩვენ შეგვიძლია გავანულოთ მაქსიმალური რაოდენობა ელემენტებისა რომელიმე სვეტში, მაგალითად ამ სვეტში. ჩვენ რა წესი ვიცოდით წინაზე, აი აქ იყო გონი თუ ტრიკონს გამოვაკლებთ სხვა ტრიკონს გამრავლების რაღაცა რიცხვზე დეტერმინანტი არ იცვლება. ან თუ სვეტს გამოვაკლებთ რაღაცა სხვა სვეტს გამრავლების რაღაცა რიცხვზე ეს არ იცვლება. აი ახლა ეს აქონი მეცხრე იყო აქ სადღაც ეწერა კიდეც აღარ მახსოვს. ჩვენ ვისწავლეთ წესები თვისებები არა? ხო აი მეცხრე თვისება იყო. ეს იყო წინა ლექციაზე რომ საუბრობთ არა დეტერმინანტის თვისებებს. ეს იყო მეცხრე თვისება. რომ თუ ტრიკონს გამოვაკლებთ, თან გამიმატება იგივე ამ შემთხვევაში. სხვა ტრიკონს გამრავლების რაიმე რიცხვზე დეტერმინანტი არ შეიცვლება. ამიტომ რას ვაკეთებთ ახლა? აი ჩვენ გვინდა განულება 3-იანის, არა? აი ნახეთ ახლა ხო დავუკვირდით მინუს აი ამით მოხდა განულება, რომ წლებები ავიცილოთ. როგორ მოგავანულოთ ეს აი ამას მივუმატოთ ეს ტრიკონი გამრავლებული 3-ზე. რა იქნება მაშინ? ამას რო 3-ზე გამრავლებ, აქ დავწერა -3, -3 მატებული 3 0. ნუ დანარჩენ წერას გამოდით, მაგალითად აქ 3-ზე 0 არის 0, -3 მატებული 1 1, 3-ზე -3 რამდენია? -9, -9 მატებული 0, აი -9. კიდევ 3-ზე 2 რა არის 6, 6 მატებული 7 13, 3-ზე 3 9, 9 მატებული -2 7. ესე იგი ეს გავანულოთ. ახლა ეს როგორ გავანულოთ? ეს გავანულოთ 4-ზე და ამას ეს გამოვაკლებთ. ნუ გაკეთებულია ეს. ეხლა რა გამოვიდა? გამოვიდა რომ მესამე სვეტში არის სულ ნულები გარდა 1-ისა. ამიტომ ამისი გამოთვლები ადვილია. ესე იგი პლუსი, მინუსი, პლუსი, მინუსი, პლუსი, მინუსი, ესე იგი პლუსი ეცხოვრა პლუსში, ხო და? ესე იგი -1 ხარისხად, -1 გამრავლებული და ამოშლით ამას. რაც მივიღეთ, მეოთხე რიგის დეტერმინანტს. ესე იგი პირდაპირ გავიდეო სხვაფერი მეოთხე რიგის დეტერმინანტზე. მაგრამ ამასაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გამოთხოვოთ, მაგრამ ცოტა რთულია, არასასიამოვნოა, ამიტომ რას ვიზავთ? ავიცეთ რომელიმე სვეტს, ან ტრიკონს, აი თქვა, აი ერთიანი საშუალებით გავანულოთ პირველ სვეტს. ან -1-ით შეიძლება ეს გამოვიდეს. აი აქ ამით შეიძლება გამოვიდეს. სადაც ერთიანია, ის ადვილად გამოვიდება. თუ არ არის ერთიანი, მაინც გავანულოთ რაღაც წილებებზე მეკონებები ვიცით. აი ახლა გარდა ხან ნახეთ ახლა ამან პირველი სვეტი გაანულა, გარდა ერთიანისა, მინდა მესამე რიგის დეტერმინანტამდე, მესამე რიგის დეტერმინანტის გამოთვლა ვიცით, ხო? და აი გამოვიდა ეს ყველაფერი -1032. აი ხა კიდე ერთი მაგალითი. ასეთი პატარა შედეგი არის, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მეგონი სავარჯიშოდ გავაკეთეთ რომელიღაც ჯგუფში.
თუ დეტერმინანტის ყველა ელემენტი, რომელიც მთავარი დიაგონალიდან ერთ მხარეს მდებარეობს ნულის ტოლია, მაშინ ეს დეტერმინანტი მთავარ დიაგონალზე მდებარე ელემენტების ნამრავლის ტოლია. ესე იგი, თუ აი მთავარი დიაგონალის აქეთ თქვა, რომელი მხარეს სულ ნულები გვაქვს, მაშინ ეს დეტერმინანტი უდის აი ამათ ნამრავს. ესე იგი, წინ არაფერ ცვლილებას არ შეიტანენ. აქ არის დამტკიცებული ინდუქციით. მოდი ჩვენ დავამტკიცოთ ინდუქციის გარეშე. ესე იგი, ჩვენ ამოდა ჩვენ ვიდეო რომ ამოვარჩიოთ აქედან ის ელემენტები, რომლებიც მიცვალებს, ხო? ესე იგი, ერთ-ერთი ელემენტი ხომ უნდა იყოს ბოლოს ტრიქონიდან, აქ რომ ერთადერთი არამილიონი ელემენტია, AN-ი, ამიტომ AN-ი უნდა მოირჩიოს. მოდი ახლა ცოტა ხან ჩავწერეთ ჩვენ სხვანაირად, აი ესე იგი რა გვაქვს, უყურეთ? აი გვაქვს ესეთი პირობითად ესე ჩავწერეთ 6 არის 1 2 3 4 5 6 1 2 3 4 5 6 2 3 4 5 6 ხო აი ზედმეტი აი აქ არის ყველა ნული აი ნული ხო ესე მაგრამ 1 2 3 4 5 6 1 2 3 4 5 1 უნდა ხო 1 3 4 5 ეს რა შევასწოროთ 6 არა 1 2 3 4 5 ხო ახლა უბრალოდ აქედან ხომ დავიღოთ ერთი არანულოვანი ელემენტი ერთადერთი გასაშანსია ეს უნდა დავიღოთ აი ახლა ხომ დავიღოთ ერთი ელემენტი მეორედან ამის აღება შეიძლება არა იმიტომ გამოვა ამ სვეტში ორი აღებული ამიტომ დავიღოთ ეს ახლა დავიღოთ მესამე ტრიქონში აქედან ერთიც ვერ ავიღებთ იმიტომ რომ აი ეს დავიღოთ ამ სვეტში ორი გამოვა ეს დავიღოთ არ გამოვა ამიტომ ვიძულებული ვართ ეს ავირჩიოთ ახლა ზევით სულ ყველა გამორიცხული ამათი არჩევა და ორი გამოვა სვეტში ვიჩერთ აი ამას და ასე შემდეგ გავაგზავნებთ და სულ ყველა ვიძულებული ვართ ამოვარჩიოთ ჩვენ არამილოვანები თუმცა დიაგონალზე აი მარტივად ვისწრება ახლა შეიძლება ეს გავაკეთოთ ინდუქციით ნუ როცა ერთი არის როცა ერთია ხო ერთ განზომილებიანი დეტერმინანტია ნუ მაშინ რას მივიღებთ ერთ განზომილებიანი დეტერმინანტი უბრალოდ ასეთი რაღაცაა ერთი დეტერმინანტი კარგი ასე და ნულები და ეს ხადა უდის თავის და უდის აი ამას ხო რაც არის ელემენტი ამიტომ ერთი შემთხვევაში სწორია ახლა თქვა რომ n-ისთვის n-1-ისთვის სწორია და დავამტკიცოთ n-ისთვის გავშალოთ ეს აი ამ პირველის მიმართ რა გვექნება d უდრის i1 გამრავლებული მის დამატებით მინორზე ხოლოდ ნიშნის ნიშნის კათვალისწინებით ნიშანი არის პლუსი ამიტომ d იქნება აი ეს ხო d მაგრამ ინდუქციის თანახმად ეს რას უდრის დიაგონალზე მდგარი ელემენტების ნავრავს ამიტომ გვექნება აი ეს არის ესე იგი i2 i3 ასე შემდეგ i-იანი აკაც i1-ზე გამრავლდება და ინდუქციის ორივე ნაბიჯი დაკმაყოფილებულია ესე იგი დავამტკიცეთ რომ n-ის ერთისთვის სწორია და ისიც დავამტკიცეთ რომ თუ სწორია n-1-ისთვის მაშინ სწორია n-ისთვისაც და ეს გავაკეთეთ აი შედეგი ახლა მეოთხე დეტერმინანტი ეს არის ვანდერმონდის დეტერმინანტი აი ეს ზოგადია დეტერმინანტი ვანდერმონდი მათემატიკოსი იყო არა ხო ფეხბურთელი ხარ იქნება სახიობი ეს რა დეტერმინანტია ჯერ დგას ერთიანები მე დგას n-ის სხვადასხვა რიცხვი მე დგას ამ რიცხვების კვადრატები და ასე შემდეგ და ბოლოში დადგება ცხადია ეს რიცხვები n-1 ხარისხში აი დეტერმინანტი გამითვალეთ ახლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ რა თქმა ეს დეტერმინანტი გამითვალეთ აი ხა მაგალითად მე თქვენ მოგეცით დავალებად ესეთ რაღაცა რომ დაამტკიცეთ მეთქი რომ ნებისმიერ სამწერტილზე შეიძლება გავუტანოთ პარაბოლა აი ახლა მე შესაძლებას ვქერა ლექციაზე ხო პრაქტიკულ მეცადინებაზე აი შევთავაზოთ და ამოვხსნათ ეს ამოცანა რომ გავატაროთ ნებისმიერ სამწერტილზე პარაბოლა და ნახავთ რომ ჩვენი შექმნება ზუსტად ვანდერმონდის დეტერმინანტი ხო მისი კერძო შემთხვევა
როდესაც აი აქ არის ისა სამის ტრიქონი და სამის ორი. აი ეს ვანდერმორტის დეტერმინანტი ჩვენ შეგვიძლია ისე ინდუქციით გამოთვალოთ. როცა ის ენი-ს, ნუ ცხადია რა, ენი როცა ორია, ის რას უდრის? A2 - A1. ანუ ფორმულა სწორია. ხო, რას ამბობს ახლა ეს შეიძლება თვითონ თეორემა გამოვიდა. დავამტკიცოთ რომ ნებისმიერი ენისათვის ვანდერმორტის დეტერმინანტი აი ყოველგვარი i- b-ის სხვაობების ნამრავლია. სადაც i არის მეტი ჟიზე. ესე იგი a2 - a1 თქვა არის 3, ხო? a2 - a1, a3 - a1, a3 - a2. რამდენი თანამედროვე გამოვიდა 3-ია რა. ესე იგი აი ეს ვანდერმორტის დეტერმინანტი არის ასეთი i- a-ების სხვაობების ნამრავლი, სადაც i არის ჟიზე მეტი. აი ეს არის ესეთი თეორია. როგორ გიქცევა ინდუქციით? შევეცადოთ რომ პირველ სტრიქონში ყველა გავანულოთ ერთიანის კარტი. რა ვქნათ? აი ამის წინ რა არის i1 ხარისხად n-2. ამიტომ რა ვქნათ? აი ამის საშუალებით ეს გავანულოთ. რამდენ გავაკეთოთ i1 ხარისხად n-2 ხო არის ის გამოვაკლოთ i1-ზე და ამას გამოვაკლოთ. i1-ზე გამოვაკლოთ აქ i1 ხარისხად n-2-ს მივიღებთ i1 ხარისხად n-2-ს გამოვაკლოთ მივიღებთ ნულს. სამაგიეროდ ეხლა აი აქ დგას a2 ხარისხად n-2. ის უნდა გამოვაკლდეს i1-ზე, აი გამოვაკლოთ. იმიტომ რომ a2 ხარისხად n-2 დგას ზევით, ხო? გამოვაკლოთ i1-ზე და გამოვაკლოთ. აქ გამოდა, მაგრამ სამაგიეროდ და გართულდა. რაც იყო a3 ხარისხად n-1, აქ ზევით არის a3 ხარისხად n-2. ესეც მრავლდება a1-ზე გამოვაკლოთ და ასე შემდეგ. ამის ზევით არის a2 ხარისხად n-2, a1-ზე გამრავლდება, გამოვაკლდება მივიღებთ. ანალოგიურად ესე იგი რა გამოდის უყურეთ. ყველა ზემოთას ტრიქონი როგორ იქნება? ახლა შემდეგში ეხლა აქ დაუბრუნდეთ, ამის გამოვლება გვინდა, რა ვქნათ? ეს გამოვაკლოთ a1-ზე და გამოვაკლოთ. ხო? ესე იგი ყველა ქვედას ვანულებთ წინას ტრიქონის საშუალებით, ზედა ტრიქონის საშუალებით. ეხლა ეს ამას ამოია, a1-ზე გავამბავთ, აქ ნული იქნება, აქ იქნება a2 კვადრატში მინუს a1 a2, მერე a3 კვადრატში მინუს a1 a3 და ასე შემდეგ a-n კვადრატი მინუს a1 a-n. ეხლა დაუბრუნდით, აქედან რა გადაჩვენებს გარეთ? აი აქედან a2 მინუს a1, რატომ? აი ეს ამ აქედან გაიტან a2 მინუს a1 1 დარჩება. აქედან გაიტან დარჩება რა? a2. აქედან გაიტან რა დარჩება? a1 მინუს a2 მინუს და დარჩება a1 ხარისხად n-1. აქედან რა ესე იგი აქედან გამოვიდა a2 მინუს a1 ჩვილებს გარეთ. აქედან რა გამოვიდა ჩვილებს გარეთ? a3 მინუს a1. აქედან a-n მინუს a1 და მივიღებთ ასეთ რაღაცას. თუ ჩვენი დეტერმინანტი უდრის რას? a2 მინუს a1, a3 მინუს a1 ასე შემდეგ და რა მივიღებთ აქ? რა დარჩება? უყურეთ, ერთის ტრიქონი და ერთის სვეტის მოაგდა. აქ დარჩება a2, აი აქ დარჩება ერთიანები, აქ დარჩება a2, a3, a-n. a2 ხარისხად n-2, a2 ხარისხად n-2. ესე იგი მივიღებთ ზუსტად რა იგივე ფორმის დეტერმინანტი, ოღონდ ერთით ნაკლები რიგის. აქედან რა გამოდის? აქედან გამოდის რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინდუქციის დაშვება, რომ ესეც არის აი ამ ტიპის სხვაობების ნამრავლი. ეს ამტკიცებს ჩვენს თეორემას. კლასიკი მაგალითია და ესე იგი მოყანილი რომ ეს შემოკლებით როგორ ჩავწეროთ ეს გამოსახულება, ხო? აი ეს სიმბოლო, ეს ნიშნავი, ეს გადაბრუნებული P არის, ეს ბერძნული P ასო არის. ხო? ამას ამით აღნიშნული ხოლმე ნამრავლს. ესე იგი ასეთი ნამრავლები რომ წერენ, როდესაც დიდი გამოსახულებაა. იყენებთ ესეთ გამოსახულებას, ხო? ჯამსითი აღნიშნავთ გახსოვთ რა? ჯამი ახლა მე ჩვენ შეხვდება ეს, მაგრამ ჯამი ასეთი ბერძნული სიგმა ასეთი შემოკლდება ხოლმე, ეს არის ჯამის შემოკლება და მომას ჩვენ შეხვდებით, ხო? და აი ეს არის შემოკლება მისი ნამრავის შემოკლება და ახლა თუ ჩვენ ამ შემოკლებას გამოვიყენებთ,
ასეთ რამეს მივიღებთ რომ ჩვენ დეტერმინანტი უდრის ნამრავლი i-a-ში წერია ალბათ თუნდაც ჩანს ეკრანზე მაგრამ უკეთესად გამოჩნდება როცა ვიდეო ლექციას ნახავთ ხო i-a-ში სადაც როგორია უყურეთ i და g იწვევიან ერთსა და ერთს შორის ისეთნაირად რომ g ნაკლებია ისზე ეხლა ეს არის იგივე დეტერმინანტი ხო როგორია ციცი თუ იქ ერთიანი თავში იყო ბოლოსია და ბოლოდან იწყება ზრდა ხო ხარისხების ერთი a1 ხარისხი ერთი არის a1 ხარისხად ნული მეორე არის a1 მეორე a1 კვადრატში ასე შემდეგ a1 ხარისხად n-1 და ასე შემდეგ წინა დეტერმინანტში პირიქით იყო ესე იგი ზემოდან ქვემოთ იზრდებოდა ხარისხები ახლა აქ არის პირიქით ну ცხადია იქ ზუსტად ისე ექნიერ ჯერება წავა ასეთივე გამოსახულება იქნება მაგრამ თუ იქ იყო ასეთ რაღაცა რომ i არის მეტი ჟიზე აქ იქნება ინაკლებია ჟიზე იგივე ჯერებით ეს ამოცანა სხვანაირად შეიძლება ამოხსნათ იმიტომ რომ ის აი ეს დეტერმინანტი ახალი რომელიც აქ დ-შტრიხით არის აღნიშნული წინასაღარი რომ მიიღება სტრიქონების გარკვეული რაოდენობაჯერ გადანაცვლებით ესე იგი ერთიანი ხო თავშია რა ერთიანი საწამოვიდა ბოლოში რამდენი გადანაცვლება მოახდინა n-1 რომ მომდევნო სტრიქონი წამოვიდა აქ n-2 გადანაცვლება თითოეული გადანაცვლება სტრიქონის არ შეება ნიშანს უცვლის დეტერმინანტს დავთვლით რამდენჯერ შეიცვალა ნიშანი და რასაც დავწერთ ესე იგი ეხლა ჩვენ როგორი მეთოდი განვიხილეთ დეტერმინანტის გამოთვლის რაიმე სტრიქონის მიხედვით ესე იგი ამ დროს ჩვენ ვახერხებთ რომ n-ური რიგის დეტერმინანტის მნიშვნელობის გამოთვლა დავიყვანოთ n-1 რიგის დეტერმინანტს ხო ახლა ცოტა უფრო განზოგადებული მეთოდი ამისი ესე იგი თუ ჩვენ აქამდე ვიჩერდით თითო სტრიქონს და ამ სტრიქონის მიხედვით ხდებოდა დაშლა ეხლა ამოვირჩევთ უკვე რამდენიმე სტრიქონს ამას აქვს თავისი უპირატესობა ამ თეორემას ქვია ლაპლასის თეორემა იმის გამო რომ ჩვენ უკვე წინა ლექციაზე დავამტკიცეთ რომ მინორი რომ გამომრავლე მის ალგებრულ დამატებაზე ვიღებთ შესაკრებებს რომლებიც იმავე ნიშნით შედიან დეტერმინანტში აი ამ ლაპლასის თეორემის დამტკიცება არის ძალიან ადვილი თავისი ესეთ პედაგოგიური ხეხია ნახმარი რომ ის ერთი რთული მომენტი რომ მინორს რო გამომრავლებ მის ალგებრულ დამატებაზე მიღებული შესაკრებები არიან დეტერმინანტის წევრები ცალკეა გამოტანილი და გაიოლებულია საქმე აი ხა ჩვენ იმის იქიდან ძალიან ადვილად დავამტკიცებთ რომ შეარსებობს კიდე სხვა ხერხი უფრო ზოგადი დეტერმინანტის მნიშვნელობის გამოთვლის ეს არის ლაპლასის თეორია ლაპლასის მათემატიკოსი იყო ცხადია თქვა n-ური რიგის დეტერმინანტში ნებისმიერადა არჩეული კასტრიქონი ან კასვეტი იმიტომ ჩვენ ხო ვთქვით რომ სვეტისა და სვეტები და სტრიქონები თანაბარი ფრობიანები არიან სადაც k არის n-ს და n-1 შორის რაბე n-1 შორის იმიტომ თუ თრენა დაიჩო მაშინ იგივე დეტერმინანტი რა დეტერმინანტი გამოგივა რა სები k არის n-ს და n-1 შორის მაშინ არჩეულ სტრიქონებში შემავალი ყველა k რიგის მინორების მათ ალგებრულ დამატებებზე ნამრავლთა ჯამი დეტერმინანტის ტოლია ეხლა მას მე დავარჩევთ ჩვენ რას ნიშნავს ესა ხო სები ვაშვებით ვიღებთ აი ეს აი ბერეც так ზოგან მილედია ზოგან ეს წერტილები დავნებოთ თავიანთ შორის განსხვავებას აი თქვა პირობითად მე აქ გამოვიდა მე-6 რიგის დეტერმინანტი რას ხდება ეს უყურეთ ამოვირჩიოთ ნებისმიერი ორი სტრიქონი აი ორი სვეტი აი თქვა ეს ამოვირჩიოთ და ეს ამ სვეტში რამდენი მინორი შედის პირველი სვეტი და პირველი სტრიქონი და მეორე სტრიქონი პირველი სვეტი და პირველი სტრიქონი და მესამე სტრიქონი პირველი სტრიქონი და მეოთხე პირველი და მეხუთე პირველი და მეექვსე ზოგადად
ერთი მინორი არის ეს, აი მეორე მინორი არის ახლა აი დავუშვათ ესა და ეს, ხო? მე არის ესა და ეს ასე, ხო? რამდენი მინორი გამოვიდა უკვე 1 2 3 4 5. ახლა დავიწყოთ აქედან. აი ესა და ეს უკვე ეს მინორი გოგოა. ამიტომ მოვეთქვით. და მოხდით, ესე იგი კიდევ 4 მინორი გვექნება. ახლა ამასთან მოვიჩეთ 3 მინორი. ესე იგი ყველა მინორი რომელიც იქნება აი ამ სვეტის მიხედვით არჩევთ. თუ ჩვენ 3 ტრიქონს ავირჩევთ, საი დავიჩეთ ეს ტრიქონი. მინორები გვინდა, ხო? აქ უკვე რამდენი რიგის მინორი გვინდა? მესამე, იმიტომ 3 ტრიქონი და 3 სვეტი და 3 ტრიქონი გვინდა. 1 2 3 1 2 3 1 2 3 აი მინორი ეს შედგება აი ამ ელემენტებისგან. ხოდა რამდენია 3 3 3 სხვა მინორი ეს ორი დავაკვირვოთ ამის მაგიერ ქოითაოთ. ესე იგი ყველა მესამე რიგის მინორი რომელსაც ეს 3 სვეტი გვაძლევს. ასე ჩვენ ანალოგიურად თუ გვაქვს იცალის სვეტი არჩეული ეს იცალის სვეტი მოგცემს გარკვეული რაოდენობის მინორებს. დღეს მოვიდა თეორემა. ყველა ეს მინორი რომ გამოვიდა თავის ალგებრულ დამატებას და შეგრიბო მიიღებ ჩვენ დეტერმინანტს. მოდი სანამ დავამტკიცოთ თანაც ჯერ მაგალითი ნახოთ. იმიტომ მაგალითს ვნახოთ, მე უბრალოდ დავიდე დამტკიცებას. აი კიდევ შემთხვევაში დამტკიცებული ვაცეთ არის ზოგადი. აი ყოფილ. აი შეხედეთ. აი ისეთი დეტერმინანტი არის მეხუთე რიგის. არჩევთ პირველი ორი სვეტი, აი პირველი და მესამე სვეტი. რა გვარჩია პირველი და მესამე სვეტი? ბევრი მილებია. მე ხომ მეგონა პირველი და მეორე ვიჩვენე. არა, პირველი და მესამე არჩია. იმიტომ რომ მათეთი ორი მილი, აქაც ორი მილია და საქმეს აადვილებს. პირველი მინორი რომელია? -4 2 0 0. გასობის სპეციალობა? ნულს. იმიტომ რომ ნახეთ -4 2 0 0, ხო? -4 2 0 0. ერთის ტრიკონის ნულია, ამიტომ ამის მნიშვნელობის ნუცხადი ესეც ნულია, -4 0-ზე -2 ჯერ. ხო? ამიტომ ეს აღარ აიჩია, ნახეთ გავიადგილოთ საქმე. ესე იგი ამას უფრო ზუსტად ავიჩევთ, მაგრამ მის გვაქვს შესაძლებლობა და აღარ გვინდა ეს. -4 2 1, აი -4 2 2 1. ნიშანი ეს არის პირველი და მესამე სვეტები. ანუ ერთმატებული 3. ეს არის პირველი და მესამე სვეტები. პირველი და მესამე ტრიქონი ერთმატებული 3, ერთმატებული 3. ნიშანი ყოფილა რა, დადებითი. ეხლა რა არის ამისი დამატებითი მინორი? აი ამისი. აი რაც ამას ამოვშით აი ამოს და ამასაც ამოვშით. დარჩება 3 1 -5 -1 -1 0 4 2 5. ეხლა მომდენო მინორზე გადავიდეთ. -4 2 დარჩა, ხო ჯერ? -4 2 -1 3. აი დაუბრუნდით ახლა ის დამატებით მინორს. ნიშანი უნდა განსაზღვროთ. ხომ აქ არის ესე იგი სვეტები არის ისევ პირველი და მესამე, ამიტომ ეს დაარჩა 1 და 3, ტრიქონები არის ახლა პირველი და მეოთხე, -1 მატებული 5 4. ნუ მინუს ნიშანი იქნება. გამოვ თავის მინუს, ხოდა? ნიშანს როგორ იგებთ უკვე, აი გეტყვი როგორ იგებთ. თუ ჩვენ გვაქვს მინორი აღებული -1 2 და ასე შემდეგ ნიკაურ სტრიქონებიდან და G1 G2 GK სვეტებიდან, ხო? მაშინ ნიშანი ასე განისაზღვრება -1 ხარისხად -1 მიმატებული NK და მიმატებული G, ესე იგი სვეტების ნეურები შევკრიბოთ, ტრიქონების ნეურები შევკრიბოთ და
მოვუმატოთ ერთმანეთს და -1 ავახავსოთ მაგ ხარისხში. აი ხა ჩვენს მაგალითში უყურეთ. ეს -4 იყო პირველი სტრიქონი პირველი სვეტი. 1/1. 2 იყო პირველი სტრიქონი მესამე სვეტი. 1/3. ხო, ესე იგი, ხო და ესე იგი შემეშალა. ესე იგი, აღებული გვაქვს პირველი სვეტი და მესამე სვეტი. ესე იგი, ეს 1/3. პირველი სტრიქონი და მესამე სტრიქონი 1/3. აქ კიდევ უყურეთ -4 2 -1 3. პირველი სტრიქონი მეოთხე სტრიქონი 1/4, ხო? პირველი სვეტი და მესამე სვეტი 1/3. შეკრიბოთ გამოვიყვეთ. ეხლა ამას გამოვთვლით და მოვიღებთ ჩვენ დეტერმინანტს. ღამის დამტკიცება გვინდა. გაიზრდა მაგალითი. ხო ჩვენ ვიდეოს დავამტკიცოთ. ნაბიჯად ისწრება ზუსტად იმ შედეგების გამოყენებით, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ. შევისვენოთ. ესე იგი ჩვენ უკვე გავაკეთეთ ნამდვილი ლაპლასის თეორემა რაში მდგომარეობს და გადავიდეთ მის დამტკიცებაზე. კიდევ წავიკითხოთ თეორემა. თქვათ ელური რიგის D დეტერმინანტში ნებისმიერადა არჩეული K-სტრიქონი ან K-სვეტი, სადაც K არის 1 და n-1 შორის. მაშინ არჩეულ სტრიქონებში შემავალი ყველა K რიგის მინორების მათ ალგებრულ დამატებებზე ნამრავლთა ჯამი D დეტერმინანტის ტოლია. აი დამტკიცება. თქვა D დეტერმინანტში I1, I2 და ასე შემდეგ IK მომრიანი სტრიქონებია არჩეული. ვიცით რომ ამ სტრიქონებში მოთავსებული K რიგის ნებისმიერი მინორის მის ალგებრულ დამატებაზე ნამრავლი შედგება D დეტერმინანტის რაღაც რაოდენობის წევრებისაგან, რომლებიც იმავე ნიშნებითაა აღებული, რომლებითაც ისინი დეტერმინანტის შემადგენლობაში შედიან. ეს ჩვენ გავაკეთეთ წინაზე, ხო? მასასადამე თეორემა დამტკიცებული იქნება თუ ვაჩვენებთ, რომ როცა n' მინორი არჩეულ სტრიქონებში გაირბენს ყველა K რიგის მინორს, მაშინ დეტერმინანტის ყველა წევრს მივიღებთ, არა? ესე იგი თუ მინორი გაირბენს, თუ აი ამ ყველა მინორს ავიღებთ, მივიღებთ დეტერმინანტის ყველა წევრს თანაძროულად, რომ არც ერთი წევრი ორჯერ არ შევხვდება. ხო? რა დამტკიცების ორნაირი ხერხი არის მოცემული? აი პირველი. გამოდამტკიცოთ რომ დეტერმინანტის ყველა წევრი აქ შედის მხოლოდ ერთხელ. ხო, თან შედის თანაც ერთხელ. ავიღოთ დეტერმინანტის რომელიღაც წევრი, ეს როგორი წევრია, უყურეთ. პირველი სტრიქონიდან არის არჩეული რაღაცა, მეორე სტრიქონიდან რაღაცა და ასე შემდეგ n-ური სტრიქონიდან რაღაც არის არჩეული. ეხლა აქედან ჩვენ რომელი სტრიქონები ვიღებთ არჩეული თავიდან I1, I2, IK, ხო? აქედან ამოვარჩიოთ ამ სტრიქონებში რაც არის. ესე იგი აქ ხომ იქნება I1 სტრიქონი, I1 სტრიქონში იქნება I1, ხო, აი აქ. I1 სტრიქონში და რაღაცა ინდექსია. ამას უყურეთ ორი მაგ ინდექსია. I1 ალფა I1, ანუ I1-თან რა იგნება, ალფა-1 რა იგნება, რა იგნება I1 შესაბამისი. აი 1-თან რა არის? ალფა რომლის ინდექსია 1, 2-თან რომლის ინდექსია 2, I1-თან რა იქნება, რომლის ინდექსია 1. ესე იგი I1 ალფა-1 ინდექსით, I2 ალფა-2 ინდექსით და ასე შემდეგ. ამ ნამრავლის მამრავლი K სხვადასხვა სვეტშია, ხო სხვადასხვა სვეტებია აღებული სულ. კერძოდ რომელ სვეტებშია? ალფა-1 სვეტში, ალფა-2 სვეტში და ასე შემდეგ ალფა-IK მომრიან სვეტებში. ესე იგი ეს აქედან ეს სვეტები ჩვენ ცალსახად განსაზღვრეთ, არა? მაშინ ეს შევა, რომელ მინორში, რომელიც განსაზღვრული არის I1, I2, IK სტრიქონებით, როგორც ქონდა და რომელი სვეტებით? ალფა-1, ალფა-2 და ასე შემდეგ ალფა-IK სვეტებით. ანუ ეს შევა ამას აიარსებებს მინორი, რომელშიც ამაში, რომელშიც ეს შევა შესაძლებელია.
მაგრამ არ ხო სხვა შესაძლებებიც არის, ისინი შეიძლება კიდე დამატებით მინუსში. და ამერიკა აქედან გამოდის, რომ აი ეს ელემენტი არის აი ჯამის ჩვენ ვილაპარაკეთ ერთ-ერთი წევრი. ციტა ახლა ეს მაგდროული ჯერებებია და ასე უბრალოდ ახლა მე მისმენთ არა მე დაწუნებული ვარ რომ ესეთ ჩემ ჯერებებს არ უნდა მიყვებოდეთ, იმიტომ რომ თვითონ არ გაიარა ეს მაგდროული ჯერები. არ არის აქ არაფერი სიტყვა. ხო? ეხლა აქ რამდენი ელემენტი იქნება, აქ რამდენი ელემენტი არის? თვითონ დეტერმინანტი ენის ფაქტორიალი ელემენტი. აქ რამდენი ელემენტი იქნება? აქაც იქნება ენის ფაქტორიალი ელემენტი, აი აქ არის შემდეგ ის აკეთებული. და გამოდის რომ ესე იგი წევრების რაოდენობა არის ერთეიგივე. ანუ იმ ჯამში იმდენი ელემენტია, რამდენიც არის დეტერმინანტი და წევრების რაოდენობა ერთეიგივე. ახლა მე რაც ვილაპარაკე ეს არის ამ თეორემის ორი დამტკიცების სინთეზი. მეორე დამტკიცება უბრალოდ ანგარიშობს რამდენი ელემენტია თითოეულში. აი თეორემის დამტკიცება შესაძლებელი იყო რამდენიმე სხვა გზითაც. ესე იგი ჩვენს ვიღებთ კარიგის მინუსს, ვამრავლებთ n-k რიგის დამატებით მინუსზე, არა? კარიგის მინუსში რამდენი შესაძლებელია? n-k რიგში n-k ფაქტორიალი. ნამრავში იქნება რამდენი შესაძლებელი? მაგათი ნამრავი. თქვა თუ ძირითადი მინორი არის მეორე რიგის და მესამე რიგის არის დამატებითი მინორი, რამდენი იქნება თანამავალი გადამრავლე? ეს მინორი სამი კი არა, უჯესა. 6. აქაც იქნება ესე იგი ამდენი წევრია სულ. ეხლა კარგიდან ეხლა უყურეთ მეორე სულ ჩვენ მიერ არჩევის ტრიკონში მეტაცებული კარიგის მინორების სიცხე n-დან რაშევით ესე იგი უყურეთ კარიგის მინორები გვაქვს, არა? რამდენი ტრიკონია? ტრიკონი არის n, ასევე n-ის სვეტია. ეხლა ჩვენ რა გვინდა უყურეთ კასტრიკონი ხო ავიჩიეთ. ეხლა გვაქვს n-ის სვეტი. n-ის სვეტიდან უნდა ავიჩიოთ კასტრიკონი. უყურეთ, გასაგებია რა? კასტრიკონი ავიჩიეთ. ეხლა სვეტები უნდა ავიჩიოთ, კაცალი სვეტი რომ მივიღოთ მინორი. კაცალ სვეტზე რამდენი სვეტიდან ვიჩევთ? n-დან. ხო? რამდენაირად შეიძლება ავიჩიოთ, დავაჯგუფოთ n-დან k. აი ამდენაირად. ესე იგი უყურეთ ესე იგი თითოეული მინორის ნამრავლი თავის დამატებაზე შეიცავს ამდენ წევრს და სულ ამდენი მინორი შეიძლება ავარჩიოთ. რამდენი შესაძლებელი იქნება? ეს განმეორებული ამაზე. ხო? ზეგეს მნიშვნელოვანი ამასთან შეიკვეცება და მოვიდეთ n-ის ფაქტორიალს. მოვიდეთ n-ის ფაქტორიალს. თუ დანარჩენი კიდე ახლა თქვენ ვიცით მაინც ცევის საკითხვა მოგიწევს. ხო? დანარჩენი კიდე აი ესეთი მატერიალებით გაკეთება. გადამრავლებით მიიღებთ რომ არჩევლის ტრიკონებიდან აღებული კარიგის ყველა მინორის მათ ალგებრულ დამატებებზე ნამრავლთა ჯამი არის n-ის ფაქტორიალი. მაგრამ დეტერმინანტის წევრთა საერთო რიცხვიც ასეთივეა. მაშასადმე თეორემა დამტკიცებული იქნება თუ ვაჩვენებთ რომ დეტერმინანტის ყოველი წევრი განხილულ მინორების მათ ალგებრულ დამატებებზე ნამრავლთა ჯამში ერთხელ მაინც შედის. ეს გაკეთებული გვაქვს. აი ჩვენ დავამტკიცებთ რომ ასეთი შესაძლებლობები, ასეთი წევრი ყოველთვის შედის მინორისა და მისი ალგებრული დამატების ნამრავლში. და ამრიგად ეს ლაპლასის თეორემა დამტკიცდა. ერთი მაგალითი ჩვენ ნახეთ უკვე, აი მეორე მაგალითი უყურეთ. ავიღოთ პირველი k სვეტი. აი ეს დამატებითი მინორი რა ავიღოთ? ახლა ნახე რა ხდება. პირველი k სვეტი გვაქვს. ხო? და აქაც ნახეთ რა არის. აი ამ კასტრიკონში დაწყებული k + 1-დან ყველა ელემენტი არის 0. ეს ამით აღნიშნავს. ესე იგი აი ერთი k-ს მერე ხო არის ერთი k + 1, სულ ნულებია. ასევე აქაც სულ ნულებია. აი ეს დეტერმინანტი რას უდრის? ესე მარტო რაღაცა ნახეთ. ავიჩვენოთ პირველი k-სვეტი.
ხო? ჯერ ავიჩოთ ეს მინორი. ისი დამატებით მინორი რა არის? აი ეს მინორი, ხო? აკ პლუს 1-დან დაიწყება. ისეთი ერთი უკვე გვაქვს შესაძლებელი ეს მინორი გამრავლებული ამ მინორის ალბომურ დამატებას. ეხლა ჩვენ ეს კასვეთი დავაფიქსირეთ. ეხლა დავუშვათ აღებული არის რომელიმე სხვა სტრიქონი. ეს მოგვცემს რაღაცა მინორს, მაგრამ მისი დამატებითი მინორი რა იქნება? მისი დამატებითი მინორი უკვე შეიცავს აი აქ რომელიღაც სტრიქონს. იმ სტრიქონის ეს მარჯვენა ნაწილი რას უდრის? ნულს. ამიტომ არ ვიქნება ვთქვათ, სხვა დამატებით სხვა მინორი რა ავიღოთ? იმის დამატებით მინორში ერთი სტრიქონი და მოვისტოვოთ. და მივიღებთ, რომ ყველა დანარჩენი მინორის ნამრავლი დამატებით მინორზე არის ნული, მოდესეც გავარჩიოთ. აი ეს რა სიტუაცია იყურეთ, აი. თქვათ არის ესენი 4, აი ესე გავაკეთოთ. მერე მოდი ვხუთებს მივამატოთ აქ. და აქ არის ნულები. 0. ჯერ ავიჩვენოთ ეს მინორი. ამისი დამატებითი მინორი არის ეს და გადავამატოთ. ხო? ეხლა ავიჩვენოთ აი ეს ტრიქონი ნუმერად და აი ეს. რა მოიშალა, ეს ამოიშალა, ეს ორი ამოიშალა. რა დარჩა? ნულები და რაღაცეები. ესე იგი ერთი ტრიქონია სტუდიის. დამატებული მოძურის. ამიტომ ესე იგი აი ეს კი უნდა გაამრავლოთ ამაც, მაგრამ ეს ამრავლოთ ის არის ნული. ესე იგი აი აქ ჩვენ მარტო შესაძლებელი დარჩება. დანარჩენი არის ნულიანი. ესე იგი როცა ესეთი დეტერმინანტი გვაქვს, სადაც კუთხეში არის რაღაცა კვადრატული მატრიცა, არანულიანი დანარჩენი ნულებია, მისი გამოთვლა არის ადვილი. აი ეს უნდა გაამრავლო მის დამატებით მინორზე. დანარჩენი იქნება ნული. აი ეს დეტერმინანტი ჩვენ ნახეთ, ხო? ხო, ახლა ის პარაგრაფი დამთავრდა. ხა გადავდივართ კრამერის წესს. მოიგონოთ კრამერის წესი როგორი იყო მეორე რიგის ციფრგანტოლებათა სისტემისათვის და მესამე რიგის ციფრგანტოლებათა სისტემისათვის. თქვა გვაქვს პირველი რიგის ციფრგანტოლებათა სისტემა. და დავუშვათ, რომ ამ სისტემის კოეფიციენტებისაგან შედგენილი დეტერმინანტი ნულს არ უდრის. ანუ ეს არ უდრის ნულს. ეს რა არის? ეს არის A11, A22 მინუს A12, A21 არ უდრის ნულს. ჩვენ მაშინ დავამტკიცეთ წინაზე, რომ ელემენტარულად გამოთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში x1 უდრის ასეთ რამეს B1, B2, A12, A21 გაყოფილი აი დეტერმინანტზე 1, A12, A21, A22 და x2 უდრის. ნახეთ, აქ ჩვენ შევცვალეთ თავისუფალი წევრებით რა x1-ის კოეფიციენტები, ანუ A11 და A21 შევცვალეთ B1, B2. ესე იგი x1-ის გამოთვლა რო გინდა, x1-ის კოეფიციენტებს ავცვლით თავისუფალი წევრებით. ეხლა ჩვენ უნდა გამოვთვალოთ x2. ამიტომ x2-ის კოეფიციენტები უნდა შევცვალოთ თავისუფალი წევრებით. A11, A21, B1, B2 შეფარდებული აი ისე ამ ნიშნებთან. როდესაც გვაქვს მესამე რიგის განტოლება, მესამე რიგის სამუცნობიან განტოლებათა სისტემა. მაშინ ანალოგიური ფორმულები წერება, ხო დადგას მესამე რიგის დეტერმინანტები ნიშნებში. ბრიცხოშიც არის მესამე რიგის დეტერმინანტები.
ნიშნების დეტერმინანტი მიიღება კოეფიციენტებისაგან, რიცხვისაგან როგორ მიიღება, რომელი უცნობის გამოთვლაც გვინდა, მისი კოეფიციენტები, ანუ ისვეთი, უნდა შევცვალოთ თავისუფალი წევრი. ესე იგი, სამოცდიაში გვექნება სამი თავისუფალი წევრი, B1, B2, B3 და ზუსტად შევცვლით ჯერ პირველ სვეტს, ამ დროს გამოთვლით X-ს, მერე მეორე სვეტს შევცვლით, გამოთვლით X-ს და ასევე მესამეს. ხლა კრამერის წესი მდგომარეობს შემდეგში, რომ ესე იგი იმისათვის რომ გამოთვალოთ ენური რიგის დეტერმინანტის ფესვები, იმისათვის რომ გამოთვალოთ n რიგის წყვილგანტოლებათა სისტემის ფესვები, თანაც ჩვენ ვითხოვთ რომ ესე იგი სისტემაში იყოს იმდენი განტოლება, რამდენიც უცნობია და თანაც კიდევ ვითხოვთ რომ კოეფიციენტებისაგან შედგენილი დეტერმინანტი ნულს არ უდრის, რაღაც რომ ვითხოვთ, არა მეორე რიგში. ნულს არ უდრის, მაშინ ესე იგი ფესვები გამოისახება ანალოგიურად. ანუ ეს არის წილადი, რომლის ნიშნებში დგას კოეფიციენტებისაგან შედგენილი ენური რიგის დეტერმინანტი, რომელიც როგორ თქვით, ნულსაგან განსხვავდება და ნიშნებში რა არის? იგივე დეტერმინანტი როგორც პატარა ცვლილებით, რომელ უცნობსაც ვანგარიშობთ, იმ უცნობის შესაბამისი კოეფიციენტები უნდა შევცვალოთ თავისუფალი წევრით. მას უნდა დავამტკიცოთ. მანამდე არის ესეთი წინასე არის პატარა ეს არის შენიშვნები გაკეთებული, რომელიც ჩვენ დავჭირდება, რომ თეორემა უფრო ადვილად დავამტკიცოთ. როგორც თქვით, მოდი ახლა ეს ვქვა დეტერმინანტი, მისი გამოთვლა გვინდა. დავშალოთ ეს ჟიური სვეტის მიხედვით. აი ჟიური სვეტი, ნახეთ. A1G, A2G, ასე შემდეგ, ასე ANG, ხო? ანუ რო დავშალოთ რა გამოვა A1G გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებაზე, პლუს A2G გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებაზე, ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ ეს უდრის რას? ჩვენ დეტერმინანტს, ხო? ეხლა ისტორიას შეხედეთ, ეს ტოლობა რა არის? ეს არის D რიცხვია და აი ამითი აღნიშნულია რაღაცა რიცხვი, რომელიც რაღაცნაირად ამ ცხრილის წევრების საშუალებით იანგარიშება, ხო? ესე იგი D ყოფილა ასეთი რამ, ჩვენ ეს ვიცით. რა? ეხლა თუ ჩვენ აქ კოეფიციენტებს შევცვლით B1, B2, B-ით, ეს მაშინ რომელი დეტერმინანტის მნიშვნელობა იქნება? ზუსტად იგივესი, მაგრამ ეს ვეტირითი არის შევცვლილი B1, B2, B-ენ რიცხვებით. ეხლა ახლა ვიცით, მოდით ამ გამოსახულებაში კოეფიციენტება დავიღოთ აი ამ დეტერმინანტის ეს სვეტი კი არა, აი ხომ რა ეს სვეტი არა, არამედ სხვა სვეტი ნებისმიერი. მაშინ რა იქნება მნიშვნელობა? ეს იქნება ზუსტად ეს დეტერმინანტი, მაგრამ აი აქ რა იქნება ჩასული? რომელიღაც სხვა სვეტი. აი მოდი ხე ეს გავუკეთოთ ჩვენ მაგალითზე. ასეთი დეტერმინანტი თქვა თუ ყურეთ აი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ასე დეტერმინანტი მეოთხეული. აი თქვა ეს ტრიქონი იყოს ჩვენი ყურადღების ქვეშ. რა მოხდება თუ ჩვენ ამ ტრიქონის მაგივრად სხვა რომელიმე ტრიქონს ჩავწერთ? აბა რა გამოვა როგორ თქვა აი აქ ჩავწეროთ მეორე ტრიქონი. მეორე სვეტი მაგალითად თუ აი ამ სვეტის მაგივრად ჩავწერთ სხვა სვეტს, თქვა მეორე სვეტი ჩავწერთ, რა იქნება? ეს დარჩება, ხო 1 2 5 6 9 10 13 14 არა? აქ რომ უნდა გავიმეორო, აქ უნდა დავწეროთ მეორე სვეტი ჩავწეროთ, ხო 2 6 10 14 განჩენი იგივე დარჩება 4 8 12 16 რა იქნება ესა? ამას აქვს ორი ერთნაირი სვეტი, ამიტომ რას უდრის მისი მნიშვნელობა? ნულს. აი ზუსტად იგივე ხდება უყურეთ. თუ ჩვენ ახლა აქცევან ხო B1 ჩავშევთ თავისუფალი ელემენტები. ეხლა თუ ავიღებთ და B1-ის მაგივრად ჩავშევთ რომელიმე სვეტს, მივიღებთ დეტერმინანტს, რომელიც გამოიცვლება ამ ფორმულით, სადაც B1 და B2-ის მაგივრად ის სხვა სვეტის კოეფიციენტები ზის. მაგრამ თან ეს დეტერმინანტი რა იქნება? იქნება ნული.
ესე იგი არის ორი შენიშვნა უბრალოდ ესე იგი თუ ჩვენ აი აქ ჩავწევთ კოეფიციენტებად B1 B2-ს მაშინ მივიღებთ ამ დეტერმინანტს და თუ აქ კოეფიციენტად ჩავწევთ არა ამ სეტის ელემენტებს არამედ სხვა ნებისმიერი სეტის ელემენტებს მაშინ მივიღებთ რას? მივიღებთ ნულს ანუ იმ დეტერმინანტს რომელიც ესე იგი რომელშიც ორი სვეტი არის 20 და იგივე აი ეს რასაც მე ვლაპარაკობდი აი აქ არის ესე იგი აქ ქონდა ჩვენ აქ არის კაური სვეტი აი ეთიკა აურიკა აინკა და აი აქ ქონდა ჟიური სვეტი აი ჟიური სვეტის მაგალითად ჩავსვით კაური სვეტი აი აქ კაწერია იცით ეთქობა სამშობლოში შეცდომა იცით უბრალოდ აქ ალბათ კაწერია და უგულისხმობ რომ უნდა იყოს სამკიდე პირიქი თმუ ვხვდებით არა ესე იგი კარუბის ჟის უნდა იყოს სამკიდე მაშინ აქ უნდა იყოს ორგანი მოდი ეს შევასწოროთ ესე იგი მოდი აქ ჩავწეროთ ჩვენ კ ხალხმაც კარი აღებული არის კარდის ამგვარად დეტერმინანტის რომელიმე სვეტის ყველა ელემენტის სხვა სვეტის შესაბამისი ელემენტების ალგებრულ დამატებებზე ნამრავთა ჯამი ნულის ტოლი ახლა რაც ჩავწერეთ ეს არის სიტყვებით გამოცემული მეგონი ეს ფორმულა ცხადია ასეთივე შედეგი დეტერმინანტის ტრიკონებისათვის არის სამართლიანი ანუ თუ ერთ ტრიკონს გავუვალებთ სხვა ტრიკონის ალგებრულ დამატებებზე მივიღებთ რას? მივიღებთ ნულს თუ ტრიკონის ელემენტებს გავუვალებთ სხვა ტრიკონის ალგებრულ დამატებებზე მივიღებთ ნულს თუ სვეტის ელემენტებს გავუვალებთ სხვა სვეტის ალგებრულ დამატებებზე მივიღებთ ნულს აი ახლა უყურეთ ეს კრამერის წესი უკვე ჩვენ ხელშია და ამას საბოლოოდ დავამტკიცებთ. ესე იგი ჩვენ უნდა გვეითხოვოთ რომ გვაქვს ზუსტად იმდენი განტოლება, რამდენიც არის უცნობი და ამავე დროს კოეფიციენტებისაგან შედგენილი დეტერმინანტი არ უნდა იყოს ნულის ტოლი. და რამდა დავამტკიცოთ რომ ჩვენს სისტემას აქვს ერთადერთი ამონახსნი. ეხლა აქ ტერმინოლოგია გამოყენებული ასეთი თავსებადობა და განსაზღვრულობა. სისტემას ქვია თავსებადი, თუ მას ერთი ამონახსნი მაინც აქვს და ქვია განსაზღვრული, თუ მას მარტო ერთი ამონახსნი აქვს. ხა შეიძლება აქ ესეთი სიმპათია არ გამოგვეყენებინა, მაგრამ ახანწევს მივიდეთ ბედგზარო. ვიღაცა დუღოთ ჩვენ როდესაც გვაქვს განტოლებათა სისტემა როდესაც მას კოეფიციენტებს ვანულებთ არა აი ესე იგი თუ ორი უცნობი აქვს თქვა შევესებით ამის განულებას და მაშინ რა დაგჭება ერთი უცნობი და აბია დამოხსნით არა თუ სამი უცნობი ესე განულებას ვაწამებ აი ხა თქვენ თუ დაუკვირდებით ეს განულება ზუსტად ხდება ალგებრული დამატებების საშუალებით. და ეხლა ეს ჩანს, უყურეთ რა გავაკეთოთ. თქვათ ჩვენ გვინდა გამოვთვალოთ xg. xg გვინდა გამოვთვალოთ. ასეთ რამე გავაკეთოთ. ესე იგი უყურეთ g არის ნებისმიერი. აი ეს მეორე ტოლობები გვაქვს და დავუშვით რომ α1, α2 და α9 არიან ამონახსნები. დავუშვით რომ ამონახსნები არიან. აი მეორე ტოლობებიდან პირველი ორივე მხარე გამოვავლოთ α1 ჟ-ზე. ახლა ეს ჟ აქ არა ჩანს, ხო? ეს არის
აი აქ აი სვეტია რაღაცა, რა არის ალფა 1G, მე არის ალფა 2G და ასე შემდეგ, არა? ესე იგი აი სვეტი არა ჩანს, ესე იგი პირველი გამოვოთ A1G-ზე, ანუ რაზე გავიმალოთ? აი ამ ალფა 1G-ს შესაბამის, ანუ უფრო ალფა 1G-ს კოეფიციენტი რა არის? ხო, არა ალფა 1G, ალფა რა თქვი, ალფა G-ს კოეფიციენტი. ალფა G-ს კოეფიციენტი რა არის? ესე იგი არის A1G, ხო? გამოვოთ A1G-ს ალგებრულ დამატებას. მეორე გავამრავლოთ, აქ რა არის A2G, ხო? ალფა G-ს კოეფიციენტი. მეორე გამრავლოთ A2G-ს ალგებრულ დამატებას, ანუ რაზე გამრავლოთ? A2G დიდი ასოთია, ნიშნული რა. და ასე შემდეგ და ბოლოში არის ANG, ხო? და აი ამ ბოლოს გავამრავლოთ ANG-ს ალგებრულ დამატებაზე, რომელიც ასეთი დიდი 10 არის აღნიშნული. და შევკრიბოთ. მოდი აქ დავწეროთ ჩვენ ის რასაც ვამრავლებთ, უფრო კარგად გამოვა. ესე იგი ეს გავამრავლოთ A1G-ზე, ცაკ არ ჩანს ახლა ეს წავშალო მე. სულაც არასა გამიტომ ეს ერთიანია ვთქვათ. აი ეს გავამრავლოთ A2G-ზე და ეს გამრავლდება ANG-ზე. ხო, აქ კიდე რაღაცები. ეხლა ნახეთ, ამას რო გამრავლოთ A1G-ზე, რა გქონდა, ესე იგი აი პირველ სვეტს რო შევკრებთ, რა გამოვა? ალ პირველ სვეტი შევკრიბოთ და გავიტანოთ ჭრილს გარეთ. აქ იქნება A1G, ხო? პლუს A2 A2G პლუს ასე შემდეგ AN1 ANG გამოვებული ალფა 1-ს. იგივე სიტუაცია აქაც. A1 A1G, ესე იგი A1G პლუს A2 A2G და პლუს ასე შემდეგ AN2 ANG და საბოლოოდ ეხლა რა მოხდება ჟიუს ტრიკონში, ჟიურ ალფა G-სთან. ალფა G-სთან რა არის? რა კოეფიციენტები გვაქვს? ალფა G-სთან გვაქვს A1G, ხო? აი აქ რა იქნება? A1G, ალფა G-სთან რა კოეფიციენტი აქვს? A1G, აი A1G, გამრავლებული 1G-ზე გამრავლებული. მე არის A2G გამრავლებული A2G-ზე და ასე შემდეგ ANG გამრავლებული ANG-ზე და AT-თან კიდე რაღაცა იქნება, AT-ენი A1G, A2-ენი A2G და ასე შემდეგ. ეხლა დავუკვირდით. აქ ხდება A1G, A2G და ANG არის ჟიური სვეტის დამატებით ალგებრული დამატებები. რაზე ეს გამრავლებული? სხვა სვეტის ალგებრულ დამატებებზე. რა იქნება ეს? ესე მაგათი A1G არის, ესე იგი ალგებრული დამატებები ჟიური სვეტის. აქ პირველი სვეტი გამრავლებული ჟიურის ალგებრულ დამატებებზე. რა იქნება? ნული. ეს ნულია. ყველა ნულია. ეხლა რა მოხდება ჟიურში? ჟიურში ჟიური სვეტი გამრავლებულია თავის ალგებრულ დამატებებზე. რა იქნება? ეს იქნება დეტერმინანტი. თუ რა ხდება, ეს არის ჟიური სვეტი გამრავლებული თავის ალგებრულ დამატებებზე. იქნება ეს D. ესე იგი ყველა ნულია ამის გარდა. ეს კიდე არის D. რა იქნება მარჯვენა მხარეს? მარჯვენა მხარეს იქნება B1 A1G. ამას ხო ყველაფერს ხრებავთ, ამრავი და შეკრება. B1 A1G პლუს B2 A2G პლუს ასე შემდეგ B2 ANG. ეს რა არის? ეს არის ზუსტად აი ამ აი ეს არის ზუსტად დეტერმინანტი, არა? როგორ მიღებული ეს დეტერმინანტი? ჟიური სვეტი შეცვლილი არის თავისუფალი წევრებით. ესე იგი დავამტკიცეთ ეს დამტკიცებას მინდა. აქ არის D ჩვენი დეტერმინანტი, აქ კიდე არის დეტერმინანტი, რომელშიც ჟიური სვეტი შეცვლილი არის თავისუფალი წევრებით. ეხლა ეს დამტკიცება ფორმალურად ბოლომდე არ არის მიყანილი.
ჩვენ თქვით რომ დაიშვათ თუ ალფა 1 ალფა 2 არსებობენ. ეხლა უნდა ჩასვა ეს აი აქ იმ განტოლებაში უნდა ჩასვა ალფა ესე იგი ალფა 1-ის მნიშვნელობა ალფა 2-ის ალფა 3-ის და დაამტკიცო რომ მართლაც ასეა. აი ჯერეს გავიგზავნოთ ესე იგი აქედან გამოდის რომ d ალფა g უძის d-ს და ალფა g უძის d-ში გაყოფილი d და გამოვიდა ფორმულა ესეთი ალფა 1 არის d1 გაყოფილი d-ზე სადაც d1 მიღებული არის პირველი სვეტის შეცვლით თავისუფალი წევრებით ალფა 2 არის d2 გაყოფილი d-ზე სადაც ეს მიღებული არის მეორე სვეტის შეცვლით და ასე შემდეგ ალფა n მიღებული არის n-ური სვეტის შეცვლით თავისუფალი წევრებით. აი ახლა უბრალოდ აქ ესეთი მაგარი პატარა აღნიშვნები არის რომელიც უნდა ჩვენ კარგად ვისწავლოთ. ეხლა ვაჩვენოთ რომ აი ეს მესამე რისკთა სისტემა მართლაც არის პირველ განტოლებათა სისტემის ფესვები, მაგრამ მანამდე ესეთი აღნიშვნა ავითვისოთ. ჩვენ წეგან გამრავლებაზე ლაპარაკობთ, გახსოვთ? გამრავლების შემოკლება როგორ იყო? ხო ამბობთ რომ გამრავლების შემოკლება არის აი ესეთი ნიშანი. რომ და ეს არის ჯამის შემოკლება. მოდით ახლა ჯამის შემოკლებაზე ვისაუბროთ ცოტა უფრო დაწვრილებით. იმის მაგივრად რომ ასეთი დიდი გამოსახულებები არ ჩავწეროთ, გამოიყენება მის აღსანიშნავად აი ესეთი რამ. სიგმა ბოზული ასულა დიდი სიგმა, ხო? წერენ აი ესე დიდ სიგმას მოსახერხება და კარგი არის ეს მოსახერხებელია. აქ ისი შეჯამება ხდება 100, ხო? ეს ძირითადი სიმბოლო რჩება. და რომელიც იწვება A1, A1, A2, A1 და ასე შემდეგ AN-ი, აი რომელიც იწვება მას აღნიშნავენ ნითი. და შემდეგ ახლა აქ საიდან სადიწვება 1-დან n-მდე. დაწერენად ჯამი იწვება 1-დან n-მდე. აი ახლა A1 რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო ჯამი დაწერილი A2-დან. მაშინ დავწერდით იწვება 2-დან n-მდე. ცხადი აქ შეიძლება ყოფილიყო ინდექსი ის მაგალითად სხვა ინდექსი შეგვიძლია გამოიყენებინა ისაბე ის ჩევენ ი არის ინდექსი ითი იწყება აქაც იასოს ირჩევენ ხო მაგრამ გააჩნია როგორ სიტუაცია შეიძლება სხვა ინდექსი სხვა სიმბოლოთი აღნიშნოთ ხო მაგრამ თუ უსასრულოდ არის ჯამი მას წარწერი უსასრულობას შეიძლება ჯამი ესე აღნიშნოს თქვა აი სადაც მეტი თქვა 15-ზე აღნიშნები სხვა სუნარი შეიძლება იყოს ან კიდე თქვა ი არის 15-სა და 31 შორის აი თქვა 15 ნაკლები აი ქვევით დაიწერება ასეთი რამე უბრალოდ თქვა ასეთი რაღაც დაიწერება ქვევით სიგმა 15 ნაკლებიან ტოლი 31-ზე x ან შეგვიძლია ჟ ან კარად გვინდა, ხო? ესე ქვევით იწერება ის ქვევითა და ზევით რა დაიწერება, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და იმ სიტუაციაზე, რომელშიც ვიმყოფებით. ხო? აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი სიმბოლო, რომ იწვება 1-დან n-მდე ჯამი არის აი. ხო. თუ ჩვენ გვაქვს ორი ინდექსი, ნახეთ ახლა აქ შეხედეთ ამ გამოსახულებას, აი ჟ, სადაც ჟ იწვება 1-დან n-მდე, მირებელია. ესე იგი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ესეთ რამე დავწეროთ უყურეთ ჯერ ავიღოთ IG და G ვცვალოთ 1-დან n-მდე რამილას მივიღებთ უკვე G ესე ვთქვათ დაკავებულია თავისუფალი ინდექსი რომელია I ეხლა I ვცვალოთ 1-დან n-მდე რამდენი შესაძლებელი იქნება აქ n ახლა ესეთი კითხვა ისმის რო გადავანაცვლოთ და ჯერ G შევცვალოთ და მე I რამე შეიძლება თუ არა რატო ორივე შემთხვევაში რამდენი იქნება შესაძლებელი ისე ორივე შემთხვევაში ერთ-ერთი რაოდენობის შესაძლებელია და თანაც ერთი შესაძლებელი მეორეში შედის თქვა თუ IG შედის ჯამში აი ამ ჯამში ვერ შევატრიალებთ ჯამებს იქაც არ შევა ესე იგი არის საინტერესო რომ აი ინდექსების როცა რამდენიმე ინდექსია ჯამები შეიძლება გადაანაცვლო ესე იგი არ აქვს შეიძლება ჯერ რომელი ინდექსით გააკეთებ ჯამს და ეს ეხება არა მარტო ორ ინდექსს არამედ ნებისმიერი რაოდენობის ინდექსებს ამიტომ ხშირად როდესაც რაიმე ესე იგი არ ჭირდება ციგნისტი აი ესეთ რაღაცას თქვა იწვება 1-დან n-მდე და G იწვება 1-დან n-მდე დაიშვათ IG-ს არა
ესე არ ნიშნავს ხომ ერთ სიგმასაც წერენ. აქ წერია თქვა I იცვლება 1-დან, G იცვლება 1-დან, აქ M. ესე იგი, აღარ ანსხავებენ იმას, რა ქვია, აღარ წერენ ორ სიგმას. შეიძლება ხოლმე სხვანაირად თქვა, აი თორე ერთი და იგივე საზღვარია, თქვა ორივეგან არის ერთი და იგივე საზღვარი, არა M. მაშინ წერენ I და G, ასეთ თამაშება ჩაიწეროს. I და G იცვლება 1-დან N-მდე. ამას ეს ჩანაწერები საკმაოდ თავისუფლად შეიძლება შევცვალოთ ხოლმე აქ ინდექსები, იმის მიხედვით რომ ჭირდება და თუ ამას თუ შევხვდებათ, უნდა დაუკვირდეთ, რას ნიშნავს, არ არის ამისი გარკვევა ძნელი. ესე იგი, ამ ჯამების თვისებები ვისწავლეთ, ხო უკვე? აი აქ წერია ზუსტად რომ თუ გადავანაცვლოთ აქ ჯამებში ინდექსებს არ შეიცვლება. ეხლა რა ვქნათ? ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ ის უცნობები რომ გამოთვალეთ თუ ჩავსვათ განტოლებაში მივიღებთ ფესვებს. ასე გეხარ რა ვარ ჩვენ? ავიღებთ ჩვენ იური განტოლება. ეს რა განტოლება? ალფა IG განლებული X-ზე ჯამია, ხო? ჯამი ალფა IG X-G. არა? სადაც G იცვლება, მეორე ინდექსი იცვლება. ესე იგი, მეორე ინდექსი იცვლება რას ნიშნავს? რომ ჯერ გვაქვს X1 თავისი კოეფიციენტებით, მეორე X2 თავისი კოეფიციენტებით, ანუ რა იქნება, როგორც ეს იქნება, მოდი ეს გავშალოთ ჩვენ. ეს გვაქვს ესეთი ჯამი, ხო? G X-G G იცვლება 1-დან N-მდე, ეს არის AI1 X1 ხო? პლუს AI2 X2 პლუს ასე შემდეგ პლუს AI-N XN. აი ეს ჯამი გვაქვს. და აქ ჩვენ ჩავსვათ X-ის მაგივრად რა? ალფა X-ის მაგივრად ალფა ჩავსვათ და ნახოთ რა გამოვა. აი ჩავსვით ესე იგი ალფა რას უდის D არის ეგ G-ა, ხო? ალფა G უდის DG გაყოფილი D-ზე. ეხლა უყურეთ, D-ებია, D არის რიცხვი, რომელიც I და G-ზე დამოკიდებული არ არის. ამიტომ ჩრევს და შეიძლება გამოვიტანოთ. რა გექნება ესე იგი? 1 გაყოფილი D გამოვიდა ჩრევს გარეთ. 1 გამოვიდა D სიგმა IG. DG რა არის? DG ეს არის, ხო? DG არის რა? ჟიურის სვეტი გამრავლებული, ესე იგი ჟიურის სვეტის მაგივრად ჩასმული თავისუფალი წევრები გამრავლებული ჟიურის სვეტის ალგებრულ დამატებებს. აი წერია ზუსტად. ეხლა ახლა ვუყურებთ. ჩვენ ხო ვიცით რომ გადაანაცვლება შეიძლება ჯამების. თუ გადაანაცვლებთ, აქეთ დადგება K, ხო? და აქეთ დადგება G. აი აქ ერთი მომენტი დავუკვირდეთ, უყურეთ. გადავანაცვლებთ, აქ დადგება K, აქ დადგება G. ესე გვექნება G-თი აჯამვა და აქ რა უნდა იყოს BK, AKG. აქ აჯამვა რითი ხდება ჯამი G-თი? BK დამოკიდებულია G-ზე. არა, ამიტომ BK გამოვიდა ჩრებს გარეთ. აი, გავარჩიოთ, მოდით აბა ეს ხო გავარჩიოთ ესე სქემატურად. ნუ რაღაც ახლა აქ ვაქვს ჯამი, მოდის აღნიშნული დავიმახსოვროთ, აქ არის G-თი, აქ არის K-თი, ხო? G-თი, ხო? მერე G, ეს არის IG BK, ხო? IG BK, აქ G. IG sigma BK AKG. ეს არის აჯამვა K-თი. სწორია, ხო? ხო. ახლა გადავაგდოთ ჯამების გადავიღე, უყურეთ ჩვენ შეგვიძლია შიგ შევიტანოთ. ხომ შეიძლება ეს შიგ დაიქნება ეს sigma G sigma K სადაც აღარ ავწერ მე.
A, I, J, B, K, A, K, J. ეს რა იქნება? გადაადგილება ვიცით რომ შეიძლება, ამიტომ ეს იქნება სიგმა K, სიგმა J, A, I, J, B, K, A, K, J. ხო? B არის დამოკიდებული J-ზე. არა, ამიტომ B შეგვიძლია გავიტანოთ. სიგმა K, B, K, სიგმა A, ვაგე J არის ახლა A, I, J, A, K, J. ნუ ზუსტად ეს წერია აქ. B, K, I, J, A, K, J და ესე. ახლა აქ რა ხდება? რა იქნება ეს? ეს არის რა? რომლის ტრიქონი არის? ეს არის A, I, J, როგორ ჯამი არის ესეთი A, I, J გამრავლებული A, K, J-ზე. ეს ისი ტოლი უნდა იყოს, ჩვენ რა გვინდა ისი ტოლი იყოს ესა? აბა? დეჟის ტოლი გვინდა იყოს. ეს გვინდა იყოს რომ ეს უნდა იყოს დეჟის ტოლი. ხო? ეხლა აი რა შესაძლებელი არის აქ? აბა შევხედოთ. აქ არის I, J, A, K, J. როდის არის ეს არამილოვანი? ეს არის რომელი ეს არის უყურეთ ეს არის ნიური სვეტი გამრავლებული კაული სვეტის ალგებრულ დამატებაზე. როდის არის არამილოვანი? როცა იუდრის კას, ესე იგი ნიური სვეტი გამრავლებულია კაული სვეტის ალგებრულ დამატებებზე. როდის არის ეს არამილოვანი? ყოველთვის ნულია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც I და K ერთმანეთს უდრის. ესე იგი, როცა შევხვდით რომ თუ ერთ სვეტს გავამრავლებთ სხვა სვეტის ალგებრულ დამატებაზე, ან ერთ ტრიქონს გავამრავლებთ სხვა ტრიქონის ალგებრულ დამატებაზე, მაშინ რას მივიღებთ? ნულს. ამიტომ აი ამ გამოსახულებებში ყველა იქნება ნული გარდა რა შემთხვევისა, როცა I და K იქნებიან ერთმანეთის ტოლი. როცა I და K ერთმანეთის ტოლი ეს ისი ტოლი არის? დესტოლია. ხო, დანარჩენ შემთხვევებში არის ნული. ამიტომ როცა I-ის K-ს ეს იქნება, ესე იგი D, აი I სიგმა I-J, D-J გაყოფილი D-ზე. გამოვა B. ხო, ამრიგად აი ეს კრამერის წესი ჩვენ შეგვიძლია დამტკიცებულად ჩავთვალოთ. და მივიღეთ შემდეგი რაღაცა რომ ენუცნობიანი ენწიფულ განტოლებათა სისტემას რომლის დეტერმინანტი ნულისაგან განსხვავდება ამონახსენი გააჩნია და ამასთან მხოლოდ ერთი. და ეს ამონახსენი მოიხსენა მესამე ფორმულებით. ამას ქვია კრამერის წესი. მაგალითი არის მოცემული აქ. ამოწერა D ძირითადი კოეფიციენტებისაგან მატრიცი, მერიმისი დეტერმინანტი არის 27. შემდეგ აი თავისუფალი წერებია 8-9 -5 შეცვალა პირველი ტრიქონი გამოთვალა, მეორე ტრიქონი გამოთვალა, ასე შემდეგ და მიიღო ფესვები 3 -4 -1 და 1. ახლა ჩვენ რა დაშვება გავაკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ დაშვება რომ მქონდა ენუცნობიანი ზუსტად ენიცალი განტოლება. როდესაც განტოლებების რაოდენობა არ ემთხვევა სხვადობის რაოდენობას, ან როდესაც კოეფიციენტებისაგან შედგენილი დეტერმინანტი ნულია, ამ საკითხებს ჩვენ ახლა აქ არ განვიხილავთ. ეს იქნება მომდევნო თავში, რომელიც შეეხება ციფრულ განტოლებათა სისტემების ზოგად თეორიას. და ამ თავში ესე იგი ჩვენ განვიხილეთ რა შემთხვევა, რომ გვაქვს ზუსტად იმდენი განტოლება, რამდენიცაც არის უცნობი და უცნობის კოეფიციენტებისაგან შედგენილი დეტერმინანტი ნულისაგან განსხვავებულია. ეგ მარტივი შედეგები გამოდის აქედან, თუ ჩვენ გვაქვს ერთგვაროვანი განტოლებათა სისტემა, ანუ თუ თავისუფალი წევრები არის ნული, მაშინ მას ვიცით რომ აქვს ერთი ამონახსნელი, ზოგიერთი ნულოვანი ამონახსნელი, არა, იმიტომ რომ თუ x1, x2 და xn-ის სულ ყველა ნულია, მოცხადია ჯამების ნული იქნება.
ეხლა თუ ამისი დეტერმინანტი ნულისგან განსხვავდება, მაშინ რამდენი ამონახსნი ექნება მას? ერთი ამონახსნი. ესე იგი ზუსტად ეს ნული. ესე იგი თუ ერთგვაროვან განტოლებათა სისტემის დეტერმინანტი ნულისგან განსხვავდება, მაშინ მას ერთადერთი ამონახსნი, მეტი ამონახსნი არ აქვს. ესე იგი როდის აქვს მას არანულოვანი ამონახსნი, როცა ძირითადი დეტერმინანტი არის ნული. ასეთი მარტივი შედეგი. ემიცნობიან ერთგვაროვან წყვილ განტოლებათა სისტემას ნულოვანი ამონახსნებისაგან განსხვავებული ამონახსენი გააჩნია მაშინ, როდესაც მისი დეტერმინანტი ნულის ტოლია. აი, მარტივი მაგალითი ახამოხსნილი, აი მაგალითად გეკითხებია, რომ კასრა მნიშვნელობისათვის გააჩნია ნულოვანი ამონახსნი აებას. უნდა ამოწოდოთ დეტერმინანტი k1 k ეს უდრის k² - 1 და არანულოვანი ამონახსნი ექნება მაშინ თუ k² - 1 უდრის 0-ს, ანუ როცა k უდრის +-1-ს. მაგრამ კრამერის წესზეა ლაპარაკი, რომ კრამერის წესის მნიშვნელობა რაში მდგომარეობს, რომ პირდაპირ იძლევა კოეფიციენტების საშუალებით ფესვების გამოსახულებას, მაგრამ პრაქტიკული გამოთვლებისათვის უკეთესი არის გაუსის მეთოდი. და ბოლოში წერია, რომ როდესაც თქვა გამოყენებებში ჩვენ ეს კოეფიციენტები ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ გამოყენებებში ეს კოეფიციენტები გაზომით არის მიღებული, ამიტომ ეს კოეფიციენტები არის მიახლოებითი და ზუსტ გამოთვლებს აქ აზრი არ აქვს. ჩვენ განვიცდით, ესე იგი, რადგან კოეფიციენტი მიახლოებითია, ანგარიში, ესე იგი, ფესვებს ანგარიშებენ ისეთი სიზუსტით, რომელიც ამ პრაქტიკულ ამოცანას აწყობს. და ამისათვის არსებობს მიახლოებითი გამოთვლების იტერაციული მეთოდები. აი, მე ჩვენ დავამთავრეთ ამ ლექციას.